მოგესალმებით, კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ბელგიური ვაფლის რეცეპტი, რომელიც არის მარტივი, სწრაფი და ბიუჯეტური. გამოდის 30 ცალი ბელგიური ვაფლი. შინაურულზე არის ასევე სხვა ვაფლის რეცეპტებიც, მათ შორის სამარხო ვაფლის რეცეპტიც და ასევე ნაყინისთვის მოსამზადებელი ვაფლის რეცეპტებიც, ამიტომ აუცილებლად უნდა ნახოთ. მაშასე პირველ რიგში ჯამში მოვათავსოთ 2 კვერცხი, დავამატოთ 120 გრამი შაქარი, ციკვი მარილი და ვანილი და ყველაფერი მიქსერის საშუალებით კარგად აუთქვიფოთ. შაქრისა და კვერცხის კარგად გათეთრებამდე ათქვევის შემდეგ აქვე დავამატოთ 200 მილილიტრი რძე და შემდეგ 100 გრამი გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. ყველა ინგრედიენტი მიქსერის საშუალებით კარგად ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ 300 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 1 ჩაის კოვს გამაფხვიერებელთან ერთად და ისევ მიქსერის საშუალებით ავურიოთ და მოვზილოთ ცომი. ცომი აუცილებლად უნდა იყოს სქელი არაჟნის სისქის, რომელსაც ვასვენებთ 10 წუთის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ ვიწყებთ ვაფლების ცხობას. სანამ ცხობას დავიწყებთ, ბელგიური ვაფლის სპეციალური საცხობი აპარატი კარგად გავახუროთ. არ სჭირდება ცხიმის წასმა. მასზე ვათავსებთ 1 სუფრის კოვს ცომს და ვაცხობთ შეწითლებამდე. აუცილებელია კარგად გამოვაცხოთ და ასეთ ლამაზ და გემრიელ ბელგიურ ვაფლებს მივიღებთ, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ ასე მივირთვათ, ან მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ან ზემოდან მოვთოთ სასურველი ხილით და მოვასხათ შოკოლადი ან შესქელებული რძე. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. როგორც გითხარით, ამ ცომისგან გამოდის 30 ცალი პატარა ზომის ბელგიური ვაფლი. ასევე შინაურულზე არის სხვა ვაფლის რეცეპტები სპეციალურ ალბომში ნამცხრები და ტორტები. ასეთივე მარტივი და შინაურული რეცეპტების სანახავად აუცილებლად გამოიწერეთ შინაურულის არხი. დღეს კი ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.